აჩრდილი დადის ევროპაში, ოღონდ აჩრდილი კომუნიზმისა. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ფსევდოლიბერალური ყინული ევროპაში დაიზრა და გაალღვა, მაგრამ ბზარები რომ გაუჩნდა, ეს ფაქტია. წარმოიდგინეთ, ბრუსელის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელ ლიეტუვაშიც კი რაღაცეები ამოუვიდათ ყელში და ტრადიციული ღირებულებების მიმართ ნოსტალგიაც კი გაუჩნდათ. და რა შეიძლება იყოს ტრადიციულობის იმაზე მეტი სიმბოლო ვიდრე ოჯახია. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობის გადარჩენის სურვილი გაუჩნდათ ლიეტუველ დეპუტატებს. თან რაც თავია სამთავრობო კოალიციაში შემავალ დეპუტატებს. მოკლედ 2 კვირის წინ მარტის ბოლოს დეპუტატების ჯგუფმა ლიეტუვის სეიმში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომლითაც მომავალ წელს მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად საკონსულტაციო რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა. საკითხი ეხება იმას, რაც ყველა საღად და ეროვნულად მოაზროვნე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ უკვე გაიარა. გაეცეს პასუხი კითხვას, თანახმაა თუ არა საზოგადოება, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწეროს ოჯახური სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიქმნება მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ქორწინებით, მშობლობითა და მამობით. ამჟამად ლიეტუვის კონსტიტუციის 38 მუხლი ამბობს, რომ ქორწინება შედგება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი თანხმობით, მაგრამ იქ არ არის მოცემული ოჯახის დეტალური განმარტება. განმარტებას კი იძლევა ლიეტუვის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ ოჯახის ცნება არ გამომდინარეობს მხოლოდ ქორწინებიდან და რომ იგი ურთიერთობის შინაარსია, თურმე დამოკიდებული და არა ფორმაზე. ანუ ოჯახის განსაზღვრელი სრულებითაც არ არის ქორწინებაო. კაცს და კაცს თავისუფლად შეუძლიათ სამართლებრივად შექმნან ოჯახი ყოველგვარი ქორწინების გარეშეო. თავარია ამ კაცებს ერთმანეთი ხომ უყვართო. რეფერენდუმის ინიციატორებს სწორედ ეს დამკვიდრებული გარყვნილება უნდათ რომ გააუქმონ, რაშიც მათ კონსერვატიული ოპოზიციაც უჭერს მხარს, მაგრამ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იგივე დიპ სტეიტი ლიეტუვის როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზულადაა ფესვგადგმული. ის მნიშვნელოვან გავლენებს ფლობს, ასე რომ გარყვნილების საყოველთაო პროპაგანდას აქ ჯერ კიდევ სერიოზული დასაყრდენი აქვს. LGBT პროპაგანდისტებმა ნამდვილი ისტერია დაიმართეს. როგორც ყოველთვის LGBT უფლებები, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და მოკლედ მთელი მათი შიზოფრენიული ბუკეტი. მათი თქმით, თურმე დაუშვებელია, რომ უმცირესობის უფლებების შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღოს. დააკვირდით, უმრავლესობას არ უნდა ჰქონდეს უფლება უმცირესობის უფლებებზე რამე გადაწყვეტილება მიიღოსო. ხო ვერ მეტყვით, სადღაა აქ დემოკრატია? ან საერთოდ რა ჰქვია ამ რაღაც ახალ ფორმაციას, სადაც სექსუალური უმცირესობა იღებს გადაწყვეტილებას და მართავს უმრავლესობას. შემთხვევით ეს ყველაფერი LGBT დიქტატურას ხომ არ ემსგავსება. რამდენად შეძლებს ლიეტუვაში საღი აზრი გამარჯვება, ამას ჩვენ მალე ვნახავთ. ბუნებრივია, ჯანმრთელი ოჯახური ურთიერთობების დაკანონების გზაზე ჩვენს ლიეტუველ მეგობრებს წარმატებას ვუსურვებთ. იქნებ ამის შემდეგ მაინც მიხვდნენ, როგორ უსამართლოდ გვექცეოდნენ, როცა ზუსტად ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის ამდენ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. არა უშავს, ჩვენ ბოღმიანიერი არასდროს ყოფილვართ. თუ ვინმე თავის შეცდომას მიხვდება და ჯანმრთელ აზროვნებას დაუბრუნდება, ჩვენ ძველ წყენებს არასდროს გავიხსენებთ. თუ რა ხდება ზოგადად ფსევდოლიბერალურ დასავლეთში, ამაზე უკვე ანალიტიკოსთან პეტრე მამრაძესთან ერთად ვისაუბრებთ სიუჟეტის დასრულებისთანავე. 21 საუკუნის ევროპა სულ უფრო ნაკლებად გავს იმ ცივილიზაციას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში საკუთარი იდენტობა ქრისტიანულ კულტურაზე, ეროვნულ ტრადიციებზე და ოჯახის ბუნებრივ მოდელზე ააგო. თანამედროვე დასავლური პოლიტიკური და კულტურული პროცესები უკვე აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ეკონომიკური თუ სოციალური სისტემების შეცვლით. დღეს ბრძოლა მიმდინარეობს თავად ადამიანის ბუნების, ოჯახის არსისა და საზოგადოების მორალური საძირკვლის გადასაწერად. ის რაც წარსულში ცივილიზაციის საფუძვლად მიიჩნეოდა, ახლა მოძველებულ ნორმად და დისკრიმინაციულ მემკვიდრეობად ცხადდება, ხოლო ტრადიციის დაცვა ხშირად რადიკალიზმად და სიძულვილის ფორმად ინათლება. ლიბერალური იდეოლოგიის თანამედროვე ფორმა, რომელსაც სათავეში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე დიპ სტეიტი უდგას, უკვე აღარ ცდილობს მხოლოდ თანასწორობის იდეის დაცვას. იგი ითხოვს კულტურული და სულიერი სივრცის სრულ ტრანსფორმაციას. სახელმწიფო ინსტიტუტ
ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და აქტივისტური ჯგუფები თანდათან ქმნიან ახალ ნორმატიულ რეალობას, სადაც ისტორიული ქრისტიანული ეთიკა სისტემურად იცვლება ახალი იდეოლოგიური პრინციპებით. ამ პროცესში განსაკუთრებული შეტევის ობიექტი ოჯახია, რადგან ოჯახი რჩება იმ უკანასკნელ ბუნებრივ და ისტორიულ ინსტიტუტად, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ადამიანის იდენტობის, მემკვიდრეობისა და სულიერი წესრიგის იდეას. სწორედ ამიტომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სულ უფრო მძაფრდება დაპირისპირება გლობალურ ფსევდოლიბერალურ აქტივიზმსა და იმ ძალებს შორის, რომლებიც ეროვნული და კულტურული იდენტობის დაცვას ცდილობენ. ეს აღარ არის უბრალო პოლიტიკური პოლემიკა, ეს არის კონფლიქტი ორ განსხვავებულ სამყაროს შორის. ერთ მხარეს დგას ტრადიციული წარმოდგენა ოჯახზე, საზოგადოებაზე და მორალზე, ხოლო მეორე მხარეს იდეოლოგიური პროექტი, რომელიც ყველა ისტორიული საზღვრის გადალახვას ცდილობს გაუკუღმართებული ადამიანური უფლებებისა და პროგრესის სახელით. ამ ფართო ევროპული კულტურული ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდად იქცა ლიეტუვაში მიმდინარე პროცესებიც. ქვეყანაში დაიწყო მწვავე დისკუსია კონსტიტუციის 38 მუხლის ირგვლივ, რომელიც ოჯახის განსაზღვრებას ეხება. 2026 წლის 24 მარტს ლიეტუვის სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა დეპუტატებმა, მათ შორის კონსერვატიული, ნაციონალისტური და მმართველ კოალიციასთან დაკავშირებული ჯგუფების წევრებმა ოფიციალურად დაარეგისტრირეს რეზოლუცია პროექტი, რომელიც 2027 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად საკონსულტაციო რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. რეფერენდუმის მთავარი კითხვა ეხება, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციის 38 მუხლში პირდაპირი ფორმულირება, რომლის მიხედვითაც ოჯახური სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშობა მხოლოდ ქალისა და კაცის ქორწინებიდან, დედობიდან და მამობიდან. ინიციატივის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე თავად საზოგადოების მიერ უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნას მიღებული. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოჯახის ცნება წარმოადგენს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებით საყრდენს. ამიტომ მისი განსაზღვრება არ უნდა ფორმირდებოდეს მხოლოდ სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე. კონსტიტუციას უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს. იგი არის ხალხის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი და მისი შინაარსი არ შეიძლება არსებითად შეიცვალოს სასამართლო ინტერპრეტაციის გზით. სასამართლოების ფუნქციაა კონსტიტუციის კანონების განმარტება და გამოყენება და არა ახალი ნორმების შექმნა ან უკვე დადგენილი ცნებების გადაკეთება. ეს წარმოადგენს უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევის რისკს. ოჯახის ცნება არა მხოლოდ სამართლებრივ ძალას ატარებს, არამედ არის ღირებულებითი კატეგორია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებას, კულტურას, ტრადიციებსა და დემოკრატიულ ნებას. ლიეტუვის კონსტიტუციის 38 მუხლი დღეს პირდაპირ ამბობს, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებული კავშირი. თუმცა თავად ოჯახის ცნება დეტალურად განსაზღვრული არ არის. ამ სიცერიელის შევსება პრაქტიკაში პირველად მოხდა 2011 წლის ლიეტუვის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ოჯახის კონსტიტუციური გაგება არ შეიძლება მხოლოდ ქორწინებით შემოიფარგლოს და იგი უნდა განისაზღვროს ურთიერთობის შინაარსით და რეალური სოციალური კავშირით და არა მხოლოდ მისი ფორმალური იურიდიული ჩარჩოთი. 2025 წლის პერიოდსა და მის მიმდებარე საქმეებში ლიეტუვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა კიდევ უფრო მკაფიო ხდება. სასამართლო უკვე პირდაპირ მიუთითებს, რომ ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივი დაცვის არარსებობა პრობლემურია კონსტიტუციის თანასწორობის პრინციპის თვალსაზრისით და სახელმწიფოსგან მოითხოვს უფრო ფართო სამართლებრივ ჩარჩოს. სამოქალაქო კოდექსის მუხლი 3.229. იმ ნაწილში, სადაც მის მიხედვით პარტნიორობა შეიძლება დაიდოს მხოლოდ ქალსა და კაცს შორის, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კონსტიტუციური სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. ამასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოების შესაძლებლობა სამართლებრივი ხარვეზების შევსების თაობაზე არ ნიშნავს იმას, რომ კანონმდებელს არეგისტრება ვალდებულება გონივრულ ვადაში კონსტიტუციის მოთხოვნების დაცვით. კანონით დაადგინოს შესაბამისი სამართლებრივი რეგულირება აღნიშნულ ურთიერთობებთან დაკავშირებით.
ამ ლოგიკის მიხედვით ოჯახის განმსაზღვრელი აღარ არის მხოლოდ ქორწინება, არამედ ურთიერთობის შინაარსი, რაც უკვე პოლიტიკური და იდეოლოგიური დებატის საგანს წარმოადგენს. სადგადის ზღვარი ტრადიციულ კონსტიტუციურად გამყარებულ ოჯახურ მოდელსა და თანამედროვე გაგებას შორის, სადაც ერთნაირსქესიანი ურთიერთობებიც და LGBT თემის აღიარებაც უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში განიხილება. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ლიეტუვის პოლიტიკური წრეების ნაწილმა მოითხოვა კონსტიტუციაში ოჯახის ტრადიციული მოდელის მკაფიოდ დაფიქსირება, როგორც ქალისა და კაცის კავშირი, რომელიც ეფუძნება ქორწინებას, დედობასა და მამობას. ინიციატივის მოწინააღმდეგეები კი ამას ადამიანის უფლებების შეზღუდვად და ერთნაირსქესიანი წყვილების დისკრიმინაციად აფასებენ. სწორედ ამ დაპირისპირების ფონზე LGBT აქტივისტურმა ორგანიზაციებმა აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს. მათი შეფასებით მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს მცდელობას, რომ ლიეტუვამ დასავლური ლიბერალური ტრანსფორმაციის პროცესი შეაჩეროს და სამართლებრივ დონეზე გაამყაროს ოჯახის ტრადიციული გაგება. LGBT პროპაგანდისტების თქმით, კონსტიტუციური დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ უმრავლესობის ნების შესრულებას. თურმე არსებობს სფეროები, სადაც გადაწყვეტილებებს ვერ განსაზღვრავს ხმათა რაოდენობა, რადგან ისინი ეხება ფუნდამენტურ უფლებებს. ასეთ საკითხებად LGBT აქტივისტური ჯგუფები მოიაზრებენ იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა შემთხვევაში, მათ შორის მაშინაც კი, როცა მათზე საზოგადოების უმრავლესობას განსხვავებული შეხედულება აქვს. LGBTQ უფლებების პერსპექტივიდან გამომდინარე, ეს რეფერენდუმი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ იურიდიული აბსურდი. ეს არის პოლიტიკური სიგნალი იმისა, რომ მოქალაქეები შეიძლება საარჩევნო კამპანიის დროს საყრდენებად იქცნენ. კონსტიტუციური დემოკრატიის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უმცირესობის ღირსება, პირადი და ოჯახური ცხოვრება და თანასწორობა არ წარმოადგენს უმრავლესობის კენჭისყრის საგანს. სანამ სეიმი ერთნაირსქესიანი პარტნიორობის შესახებ კანონის მიღებას აჭიანურებს, წყვილებს უწევს საკუთარი ოჯახების არსებობის სასამართლოში დამტკიცება, თითოეული საქმის ცალ-ცალკე განხილვით. საბოლოოდ ლიეტუვაში მიმდინარე პროცესი გასცდა ჩვეულებრივ სამართლებრივ დებატს და გადაიქცა ღირებულებით ბრძოლად ქვეყნის მომავლის მიმართულებაზე. ერთი მხარე ცდილობს კონსტიტუციურად გაამყაროს ოჯახის ტრადიციული, ქორწინებაზე დაფუძნებული მოდელი. Deep State-ის დაქვემდებარებაში მყოფი მეორე ჯგუფი კი ამტკიცებს, რომ თანამედროვე დემოკრატია უნდა აღიარებდეს ერთნაირსქესიანი პარტნიორობის უფრო ფართო ინტერპრეტაციულ ფორმებს და იცავდეს მათ სამართლებრივად. სწორედ ამიტომ 2027 წელი ფაქტობრივად გადაიქცევა იმ წერტილად, სადაც გადაწყდება არა მხოლოდ კონკრეტული რეფერენდუმის შედეგი, არამედ უფრო ფართო კითხვას გაეცემა პასუხი, რომელი ხედვა განსაზღვრავს ლიეტუვის სამართლებრივ და ღირებულებით მომავალს. ლიბერალიზმის ანატომიაში ახლა სტუმართან საუბრის დროა და ჩვენ ამ დიალოგისათვის ეთერში მოვიწვიეთ ანალიტიკოსი ბატონი პეტრე მამრაძე. ბატონო პეტრე, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი ბრძანდებით. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის, იმიტომ რომ თემა არის მართლაც საინტერესოც და საჭიროც. ბატონო პეტრე, ხა მე არ მინდა რომ რაღაც განსაკუთრებულად გადაჭარბებული ოპტიმისტი გამოვჩდე, მაგრამ ის რეალობა, რომელიც გარკვეულწილად შექმნილია ახლა ევროპაში, რაღაცა ეს კონსერვატიზმის აჩრდილი, რომელიც ახლა იქ გამოჩნდა, ხო? თლად აჩრდილს აღარ გავს და ძალიან მკაფიოდ იღებს უკვე მემარჯვენე პოლიტიკის სახეს. აი, თუნდაც ბალტიისპირეთით რომ დავიწყოთ, ხო? აგერ ლიეტუვამ გადაწყვიტა მოისურვა და გაკეთდა განცხადებები კონსერვატიული მიმართულებით, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანონ, ტრადიციული ოჯახური ღირებულებები გაახსენდათ. ძალიან კარგი ალბათ, ხო? მაგრამ ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომლის გამოც საქართველოში რომ გავატარეთ და დავამკვიდრეთ და დავიცავით, ამის გამო თითქმის მტრად მოგვეკიდნენ. როგორ ფიქრობთ, ხა გამოღვიძება დაიწყეს ამ ლიბერალური, ფსევდოლიბერალური ძილიდან? ცოტა მაინც გადაჭარბებული მოლოდინებია. ვფიქრობ, რომ დასაწყისია, იცით, ამ მოძრაობისა და ეს მოსაოდნელი იყო, იმიტომ რომ მრავალი წლის განმავლობაში მქონდა მე ურთიერთობა დასავლეთის წარმომადგენლებთან, მეცნიერებთან, დიპლომატებთან და სხვა და კონფიდენციურ კერძო საუბრებში
არავინ არ იწონებდა იმას, რაც მოხდა. კერძოდ საკრალიზაცია მოხდა სრულიად ფსევდოლიბერალური, რასაც ლიბერალური ფაშიზმი დაერქვა, მათ შორის დასავლეთში მეცნიერთა მიერ დაერქვა და აი ამ დიდებული იდეის, რასაც არის კლასიკური ლიბერალიზმი, მოგეხსენებათ, რომელიც თავისუფლებას და ტოლერანტობას და უმცირესობის უფლებების დაცვას, რაც მართლაც იყო უდიდესი მონოპოვარი კაცობრიობისა, რომ თურმე შეიძლება იყოს უმცირესობა, შენ გქონდეს სრული უპირატესობა, უმრავლესობა, მაგრამ არ უნდა დაჩაგრო, არ უნდა მოსპო, გენოციდი არ უნდა მოაწყო, როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს. და დღეს ყველაფერმა ამან მიიღო ფორმა, როდესაც უმცირესობას ეძლევა საშუალება გააკონტროლოს და მართოს უმრავლესობის განწყობები. იურიდიულადაც კი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ იოანე პავლე მეორის შემდეგ რო იყო რომის პაპი, წარმოშობით გერმანელი, უციკლო რეპუტაციის ადამიანი, ის გადადგა პაპობიდან თავისი ნებით და ეს იყო პირველი შემთხვევა, ბარემ თითქმის 600 წლის შემდეგ, რომ პაპი გადადგა და მან დიდად განათლებული ადამიანი დაწერა მწყინვარე სტატიები ესე და იქ წერს, რომ უბედურება ხდება, როგორც ჩანს ევროპამ შეიძულა ყველაფერი ის დადებითი და კარგი, რასაც ქმნიდა ბარე ბოლო 500 წლის განმავლობაში. შეიძულა და აღმოჩნდა რა ჯობია და სწორია, რომ უმცირესობის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ის, რომ ამ უმცირესობის ცხოვრების წესი იქ არ შლის თემას. ცხოვრების წესი უნდა გახდეს სავალდებულო ყველასთვის. თავს მოხვეო. თავის მოხვიო, ის რომ ეს გამოცხადეს, რომ რაღაცა ძალიან კარგი, აი ეს არის ყოველდღიურად მიუღებელი. მან ბევრი რამე სხვა წერია, მაგრამ აი ეს ფრაგმენტი გამოვხატე. ანუ არაბუნებრივი ნორმად გამოცხადება. ან ევროპამ უნდა ეს გაიაზროს და ისევ დაუბრუნდეს თავის თავს, ან ეს არ იქნება კატასტროფა. და აი მე ამას წინათ მითხრა ქალთვალმა მეცნიერმა ძალიან კარგმა, უცხოეთში მოღვაწეობს დიდი ხანია და ძალიან წარმატებულად. ჩვენთან საქართველოში ძალიან ბევრს არ ესმის რა უბედურება მოხდა დასავლეთში მასობრივად და სიგიჟემდე რო არის მისული. ჯერ კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული. არ ესმით. აი საკრალიზაცია, აი ამ ცხოვრების წესისა, მისი პროპაგანდა, რომ ყოველთვის უნდა ხელი შეეწყოს ამას, რაზე ელაპარაკი, ერთსქესა ქორწინება, ნუ ცულტაშის დაკვირით და გროვდება ხალხი ამ ქორწილზე, როცა გამოდიან ახლა დაქორწინებულები და ასე შემდეგ. მე შეგახსენებთ, რომ 20 წლის წინ, უკვე 20 წლის წინათ, როცა როკო ბუტილიონი, ცნობილი მეცნიერი კათოლიკე, იოანე პავლე მეორეზე რო დაწერა შესანიშნავი ბიოგრაფია და იყო კანდიდატი ევროკომისრის პოზიციაზე იტალიის მხრიდან, არ მახსოვს კულტურის პრაღდასა დარში იყო. და ესე იგი კითხვა ევროპარლამენტის მხრიდან ხონდა დაამტკიცონ კომისართა შემადგენლობა. კი, მაგრამ თქვენ ერთხელ გაქვთ ნათქვამი, რომ არ უჭერთ ხარს ესქესა ქორწინებას. ახლა რა აზრის ხართ? ყველაფერი ეს ხონდა ღიად და გამოხნებულია. კაცი ამბობს, რომ მე აზრი არ შემიცვლია, მე ვარ მორწმუნე კათოლიკე, ჩემთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. იმ წუთას მისი კანდიდატურა, ასე ვთქვათ, გაუქმდა, მთელი ევროკომისრის ასე ვთქვათ, კაბინეტის კანდიდატურა გაუქმდა, ხელახლა მოუწიათ შეკრება. იმის შემდეგ არავის ეს არ დაუშვია. ვეტინგს გადიან, აი ეს შეკითხვები იქნება და როგორ უპასუხებ და მხოლოდ ისინი ხვდებიან იქ, აი კაია კალასები და სხვები, ურსულაზე რო არაფერი თქვა ფონდენზე, რომელიც აი ასე არის განწყობილი, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ჰოლანდიელ დიპლომატს, რომელიც ცოლთან იყო ჩამოსული უბრალოდ ტურით, აქ არ მუშაობია, წინვალე პიროვნება, ხვდები წლების წინათ კოვიდამდე იყო ეს ამბავი. ამბობს, აღარ მინდა დაბრუნება ჩემს ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში. რატომ მეთქი? ცოლშვილი ახდა. კაი გოგონაძე, რატო და ეხლა პარლამენტში გავიდაო კანონიო, რომ 12 წლიდან უნდა შემოიღონეს სასაკი, თანხმობის სასაკი. ანუ თუ ესე იგი სხვა ორიენტაციის მამაკაცი, ვთქვათ, ვიღაცა. მამაკაცი კი არა, ნუ ანატომიურად მამაკაცი, ადამიანი, გეი. თუ დაითანხმებს და ოფიციალურად მიიღებს თანხმობას 12 წლის ბიჭისა, ამას ქვია თანხმობის სასაკი. შეუძლია და არ დაისჯება დამყაროს ეს ურთიერთობა და რატო არის ეს სუდი მითხრა? შენ ხო გესმის ზრდასრულ გეის როგორი ინსტრუმენტები და ბერკეტები ექნება 12 წლის ბიჭის მიმართ? ეს ლეგალიზებული პედოფილია. კი. ანუ გიყიდი საუკეთესო მოპედს, თქვათ, გიყიდი იმისთან smartphones, აი სხვას რო არ აქვს ბიჭებს შენს გარშემო. იმას ვიზა, მამას ვიზა, მე სინამდვილეში დებატები იყო და თუ ეს არ მინდა დაბრუნებაო და ეს რა ხდება, რომ არავის არ გვინდა მთელ ქვეყანაში და ეს მაინც კეთდება. აი ეს იყო ძალიან საინტერესო.
აი შეგვიძლია იმაზე საუბარი რომ ესეთი მიდგომები აი რაც თქვენ ბრძანეთ არის სერიოზული ტენდენციის უკვე მქონე და ასეთი რამ ჩვენ გვესმის უკვე პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით ყველა ქვეყანაში იქ ბრიტანეთში იქ საფრანგეთში გერმანიაში იმიტომ რომ ისეთი დამოკიდებულებაა თითქოს ზოგადად აი საზოგადოება ბუნებრივია უმრავლესობა არის ჯანმრთელი ორიენტაციის ხო ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც და თითქოს და მათ უკვე ამოუვიდათ ხელში ამ ყველაფრის ასე ვთქვათ ატანა რომ არიან პრაქტიკულად უმცირესობის ტერორის ქვეშ შესაბამისად ამ ტენდენციებს გრძნობთ ყველა მიმართულებით ხო შეგვიძლია თუ არა უკვე ვთქვათ რომ აი ეს LGBT შიზოფრენია და ეს ფსევდოლიბერალური სიგიჟე რომელიც იყო გამეფებული აგერ 30 წელიწადია ევროპაში რაღაცნაირად უკვე თმობს პოზიციებს და რაღაცნაირად უკვე მისი დასასრულის დასაწყისი თუ ჩანს თუ ესეც შეიძლება ცოტა გადაჭარბებული მოლოდინი შეიძლება იმედი გქონდეს იმიტომ რომ ბზარები გაჩნდა ამას ვინ გაბედავდა ადრე შარშან ცნობილი ქართველი მეცნიერი ფიზიკოსი გვარს არ დავასახელებ ჩავიდა ავსტრალიაში დიდი პაუზის შემდეგ იმ ძალიან ძლიერ ინსტიტუტში უნივერსიტეტში რასაც მუშაობდა წლები წასული იყო აქედან იმუშავა ძალიან წარმატებულად და მე გვიყვებოდა ჩვენ კოლეგებს ვერ ვიცანი უნივერსიტეტი პრორექტორად იმ ორიენტაციის ადამიანი რომელსაც ზედამხედველობა იკისრებოდა რომ ყველაფერი იყოს როგორც საჭიროა ამ ადამიანების მიმართ წავიდნენ მაჩვენეს ოთახი დღისით ზისით რომ შეუძლია ისარგებლონ ამ ადამიანებმა თუ ეს მოინდომეს შევიწყიტეო და ისეთი ლოგინები და დივანი და რაღაცეები ნუ ესე იგი წამოიდგინე ანუ LGBT სექს ოთახები უნივერსიტეტში კი უნივერსიტეტში სამუშაო საათებში და ამ დროს რაღაცა რომ მოხდეს კაცსა და ქალს შორის ხო სამუშაო საათებში რა სკანდალი იქნება და ამათვის პირდაპირ აი ეს დასვენების ოთახი ქვია მაგრამ ამისთვის არის მე დერეფანში ახალგაზრდა გოგონები იყვნენ ახლები არ ვიცნობდი და დამელაპარაკდნენ და საქართველოს რაღაცა და უთხარი რომ რა ლამაზი ქალბატონები ხართ ქართველი კაცია ხო თან ჩემი ასაკი კომპლიმენტი უთხრა ალბათ მოდის კაცი ჩემი ძველი კოლეგა და მეუბნება ეს როგორ ათქვიო ეხლა რო გიჩივლონ უთხარი nice girls ლამაზი გოგონები ხო რაღაცა სექსისტური შეფასების კატეგორიაში გავიდა ვეღაც ჩამოხვალ აქ ხო და ეს არ იყო როცა მე მუშაობდიო კაცო მე დავლიე ტყავა ერთად აი ძველები ვინც იყვნენ ესე იგი ჭირივით ეზარებოდეთ ეს ყველაფერი და ვეუბნები მათ მე ვყვები იმ კაცის სიტყვებს ხალხო თქვენ ყველანი ამის წინააღმდეგი ხართ და თქვენ ხართ უმრავლესობა და რა გჭირთ ამისთანა ეს ხო უნივერსიტეტია საბჭო ყავთ რაღაცა ხმა რა მოიღო ხმას დაუწიეს მოგსპობენ მოისპობი სამსახურსაც დაკარგავ ყველაფერს დაკარგავ ეს იყო შარშან და ეს იყო ავსტრალიაში გესმით ეს აი ეს ატმოსფერო რომელიც ბევრისგან გამიგია ხო საშინელებაა მეც კი ძალიან არ მომწონს მაგრამ ვერაფერს ვერ იზამ ну გასაგებია რომ აქ ახლა შემოდის შიშის კომპონენტი რომ იქ ძალაუფლებაში მყოფი ლიბერალური ძალები მოახერხებენ შენს თქვა ამ შემთხვევაში რაღაც შეზღუდვას სამსახურიდან გაშვებას რაღაც დასჯას მაგრამ რანაირად ხვდებიან აი ეს ლიბერალური ძალები ხელისუფლებაში როდესაც მთელი მოსახლეობა, ну ყოველში უმრავლესობა აბსოლუტური არის ჯანსაღად მოაზროვნე ნორმალური ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის, აი რანაირად ხერხდება ეს რომ უმცირესობა, აი ესეთი იდეოლოგიური უმცირესობა ხდება მთელი ამხელა ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლების სათავეში. აი მართვისა და ეკონომიკის ფათაშორის კლასიკურ წიგნებში პირველივე თავში არის ასეთი ფრაზა ხოლმე რომ გასათვალისწინებელია რომ კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული უმცირესობა, ხომ, გაცილებით ძლიერია ხოლმე თავისი კონკრეტული კერძო ინტერესების რეალიზაციაში, ვიდრე აბსტრაქტული საერთო ინტერესების დამცველი აბსოლუტური უმრავლესობა. აქეთ არის ფული, მედია საშუალებები, პროპაგანდა და ორგანიზებულობა, როცა ჟურნალ Times აი ბიუკენენის წიგნში თავი რედაქტორი წერს, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს რედაქციაში ესე იგი 60%-ზე მეტი იმ თანადობობებისა, მგონი გაცილებით მეტი თქვა 60%. ვინც პასუხისმგებელია headlines, ანუ მთავარი სათაურები პრესაში და
მასმედიაში არიან იმ ორიენტაციის ადამიანები. ბატონო პეტრე, აი ამ ტენდენციების გათვალისწინებით ისევ და ისევ რაც ახლა ევროპაში ხდება, ხო? და რაღაც გარკვეული იმედები არსებობს, იმიტომ რომ სერიოზული ბზარები ჩანს. როგორ ფიქრობთ, მიუხედავად ამისა, რატომ ხდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში დღე არ გავა, რომ არ მოხდეს სწორედ ამ მიმართულებით თავდასხმა? აი, ისეთ ახლა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ახლა მაინც რაც არ უნდა იყოს იმ მასშტაბებთან მიმართებაში, რომელიც არის დასავლეთში, ევროპაში, ერთებული შტატები, საკმაოდ პატარა ქვეყანა ვართ, რაღაცა 4 მილიონიანი მოსახლეობით, ხო? რატომ არის ამ პატარა ქვეყნის დამორჩილება ასეთი უმნიშვნელოვანესი კატეგორიის საკითხი ევროპაში, ბრუსელისთვის მაგალითად? თითქოს და მეტი საქმე არა აქვთ დღის განმავლობაში, გარდა იმისა, როგორ იფიქრონ საქართველოს დამორჩილებაზე, მის ვასალიზაციაზე, მის დამონებაზე, როგორ გადატეხონ წელში ჩვენი ეს ეროვნული ტრადიციული ღირებულებითი ფასეულობები. და აი რა არის ამის მიზეზი? ხო აი რატო ეშინიათ ამისი ასე? რამე პრეცედენტის დაშვების ეშინიათ, რომ ამათმა თუ შეძლეს მერე სხვები რას იზამენ? პრეცედენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საკრალიზაცია მოხდა. ანუ რაღაცა ესეთ უზენაეს კატეგორიაში გადავიდა ეს საკითხი და ეს არის ლაკმუსის ქაღალდი. ხარ პროევროპული თუ არ ხარ პროევროპული? ძალიან მარტივად, აი როგორც ბუტილიონეს კითხეს ცნობილ მეცნიერს, შენ უჭერ ხარს ესქესა ქორწინებას თუ არა? არ უჭერ? ეს იგი ევროპაში რა გინდა, ხო? აქამდე რატომ მატყუებდი და ის მინდა და კანდიდატი მინდა ვიყო და არა და იმ ევროპელებს რომ ვკითხოთ, მათი კანონმდებლობით თავად თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, გინდა თუ არ გინდა. თქვენ თავს არ გახვევთ. კი, არ გახვევთ თავს, არ გახვევთ. საქმეზე რომ იდგება, ისე ვახვევენ, მეტი რო პოლონეთს რა უქნეს? რუმინეთს რა უქნეს? რუმინეთს რა უქნეს? მოლდავეთს რას უშვებიან? მაგალითად რო აუხსნათ ყველას, ხა მაიცის, მაგრამ მაინც შევახსენოთ, თუ პოლონეთში თქვათ არ რეგისტრირდება ესქესა ქორწინება, სამაგიეროდ ბრიუსელმა მიიღო და ეხლა არის უკვე კანონი ყველა წევრი ქვეყნისთვის, მათ შორის პოლონეთი და სხვა ვინც არიან წევრი ქვეყნები, რომ თუ ორი პოლონელი მოქალაქე გადავა რომელიმეს და საზღვრები არ არის, გადადი როცა გინდა. გადაირბინე გერმანიაში, გაფორმე ქორწინება და მე უკვე იმ თავრობას ევალება რომ ეს სნოს კანონიერად. ანუ ეს არის პირდაპირ მოთხოვნა და დაკანონება ერთნაირსკესიანთა ქორწინებების აღიარების. მაგრამ მეტი ვთქვათ, ევროპაში არის ტრაგიკული ვითარება შექმნილი. შობადობა იმდენად დავიდა თითქმის ნოლამდე ადგილობრივი ხალხების ეთნოსების, ვთქვათ, გერმანელები გერმანიაში, ჰოლანდიელები ჰოლანდიაში და ასე შემდეგ, ხო? მომაკვდავი ერების სიაში არიან უკვე ეს არის სწრაფი დაბერების და კვდომის ერები. ამიტომ იცით როგორ არის? იცვლება და ცვლებას აქვს თავის მახასიათებელი დრო და ევროპაში აი ამ დემოგრაფიული ვითარების გამო და მინდა თქვა მკვეთრად მილიონები და მილიარდები დაიხარჯა ევროკავშირში რომ რაღაცა სტიმულირება მიეცათ შობადობისთვის. იხეირეს ხოთ იმ მოქალაქეობა რომ მიიღეს, თქვა ტუნისიდან და სხვა ალჟირიდან ჩასულებმა, ვინც მოქალაქეობა მიიღო და მათ გააჩინეს კიდე მეოთხე ბავშვი და ადგილობრივები არა. ეს არის ღრმა ცივილიზაციური და კულტურული ფენომენი. პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რა პერსპექტივები გვაქვს თუნდაც 2030 წლისთვის ევროპასთან ურთიერთობაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. მე იმეც ვიქონიებ, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ ვიმსჯელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან, საკმაოდ რთულ, მაგრამ აუცილებლად სასაუბრო თემებზე. აუცილებლად. დაგემშვიდობებით, მაყურებელს კი შევეხსენებთ, დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი, პოლიტოლოგი ბატონი პეტრე მამრაძე გახდათ. და კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ევროპაში მოსიარულე კონსერვატიზმის აჩრდილი სრულიად რეალური და ხელშესახებია. ყოველ შემთხვევაში ბალტიის პირეთში ის უკვე ძალიან ხშირად ხვდება ადგილობრივებს. თუ ლიეტუვაში ერთნაირსკესიანთა ქორწინების შეზღუდვა უნდათ კონსტიტუციით, ესტონეთში გაჩნდა მთელი ქალაქი, რომელმაც LGBT მარშის გამართვაზე გეებს, ტრანსებს და ლესბოსელებს მტკიცე უარი უთხრა. გაყრუნების წინააღმდეგ ასეთი პრინციპული ქალაქი ვილიანდი აღმოჩნდა. პატარა 20,000-იანი ქალაქი დიდი გამბედაობით. ახლა რუკაზე რომ არ ჩანხარ, მაგრამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას იგივე deep state-ს უპირისპირდები, მართლა დიდი გამბედაობა გჭირდება. მოკლედ ბალტიის პირველ gay pride წელს ესტონეთის რამდენიმე ქალაქი მასპინძლობს. მათ შორის იყო ვილიანდი.
აქ 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ცენტრალურ მოედანზე უნდა გაეშალათ დიდი 23 მეტრის სიგრძის და 12 მეტრის სიმაღლის ცისარტყელას დროშა. ეს დროშა ბალტიისპირეთის პრაიდის ფარგლებში უნდა გაშალონ ასევე ტალინსა და ტარტუში. და ამ დროს სწორედ იმ კონსერვატიზმის აჩრდილმა წამოყო თავი, რომელიც ქალაქ ვილიანდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში მყოფი კონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ქალაქს კონსერვატიული კოალიცია მართავს, რომლის წევრებმაც განაცხადეს, რომ პირველ რიგში ასეთი ღონისძიება არ შეესაბამება ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინებსო და მეორე, ეს გარყვნილება დაუშვებელია ბავშვებისთვის და არ შეეფერება ბავშვთა საერთაშორისო დღესო. რაც შეეხება ტალინს და ტარტუს, აქ იგივე ღონისძიებას მწვანე შუქი აუნთეს. ანუ ერთი და იგივე ქვეყნის შიგნით სრულიად სხვადასხვა დამოკიდებულება გარყვნილების პროპაგანდის და ბავშვების სიბინძურით მოწამვლის მიმართ. მიმდინარე წლის 30 მაისიდან ყოველწლიური LGBT ღონისძიება სახელწოდებით Baltic Pride დაიწყება, რომლის მასპინძელი ქვეყანაც წელს ესტონეთი იქნება. რთულია იმის თქმა დაიწყო თუ არა ევროპამ რეალური გამოღვიძება LGBT ჰიპნოზიდან, რომელშიც არაფორმალური ოლიგარქიული მომართველობა, იგივე Deep State 10 წლეულები ამყოფებს დასავლურ საზოგადოებას, მაგრამ ფაქტი ერთია, ესტონური LGBT ღონისძიება სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლის. საქმე იმაშია, რომ ესტონეთის სიდიდით მე-6 ქალაქ ვილიანდიში Baltic Pride-ის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური 23 მეტრიანი ცისარტყელა დროშის ცენტრალურ მოედანზე გამოფენა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაბლოკა. ვილიანდის ოფიციალურმა პირებმა მიზეზად საზოგადოების მოლოდინებთან შეუსაბამობა და 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღის აღნიშვნა დაასახელეს. კიდევ ერთ ქალაქში ნარვაში ნებართვის საკითხი განხილვის პროცესშია. ამ ფაქტში არაფერი გასაკვირი არ იქნებოდა. ეს რომ რომელიმე ტრადიციული ფასეულობის მატარებელი ქვეყნის ქალაქში მომხდარიყო, მაგრამ მნიშვნელოვანი განაცხადია, როდესაც ამას ესტონეთის პატარა ქალაქი აკეთებს. ესტონეთი LGBT უფლებებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს ევროპაში. ქვეყანაში დაშვებულია ერთნაირ სქესიანთა ქორწინება. ის არის პირველი ბალტიისპირული ქვეყანა, რომელმაც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების სრული თანასწორობა დააკანონა. იქ LGBT პირებს უფლება აქვთ შვილიც აიყვანონ. და ასეთ დროს ქალაქი, სადაც დაახლოებით 20,000 ადამიანი ცხოვრობს, LGBT პროპაგანდას წინააღმდეგობას უწევს. ვილიანდი კონსერვატიული ტონით გამოირჩევა და Baltic Pride-ის ფარგლებში უზარმაზარი 23 მეტრიანი LGBT დროშის გაშლაზე უარით ის მკაფიო სიგნალს უგზავნის Deep States, რომ ესტონეთში ყველა მათი მორჩილი არაა. Baltic Pride არის ბალტიის ქვეყნების, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ყველაზე მასშტაბური LGBT მხარდამჭერი ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც მოიცავს როგორც მსვლელობებს, ასევე კულტურულ და პოლიტიკურ პროპაგანდას. Baltic Pride-ის თანამედროვე ფორმატი ჯერ კიდევ 2009 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა მისი ისტორია უფრო ადრე იწყება. პირველი LGBT Pride ღონისძიებები 2000-იანი წლების დასაწყისში ლატვიაში, რიგაში ჩატარდა. 2009 წელს კი უკვე შეიქმნა ერთიანი სისტემა სახელწოდებით Baltic Pride. ამავე წლიდან ღონისძიება როტაციული გახდა. ყოველ წელს მასპინძელი ქვეყანა იცვლება. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთს ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ენაცვლება. LGBT პროპაგანდისტული მსვლელობების და ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივი LGBT ორგანიზაციების მიერ ხდება. ესტონეთში ერთ-ერთი ასეთია მაგალითად ესტონური LGBT ასოციაცია, ლატვიაში ორგანიზაცია მოზაიკა, ლიეტუვაში ლიეტუელი გეების ლიგა. ეს ნიშნავს, რომ Baltic Pride გახადეს რეგიონული, ერთობლივი LGBT პლატფორმა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გადაიბიროს, თავგზა აუბნიოს და ფერადი სანახაობებით დაარწმუნოს, იყო LGBT თემის წევრი, ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენაა. მოკლედ ყველაფერი კეთდება ტრადიციული ფასეულობების დასაკნინებლად, რა თქმა უნდა Deep State-ის პატრონაჟით და დაფინანსებით. ამ ყველაფრისთვის კი არასამთავრობოების საფარქვეშ მოქმედ ორგანიზაციებს იყენებენ. Baltic Pride არ არის მხოლოდ LGBT მსვლელობა. მისი ძირითადი მიზნებია საჯარო აქციები, LGBT დროშების ფრიალი, სლოგანები, ბანერები, აქვთ კულტურული პროგრამაც, კონცერტები, გამოფენები, ფორუმები. ამ ყველაფერმა კი თითქოს ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ტოლერანტობის დონის ზრდას LGBT პირების მიმართ. სინამდვილეში Baltic Pride არ არის მხოლოდ სოციალური ღონისძიება, ამ თითქოს კულტურული და გასართობი, ლამაზად შეფუთული შოუებით საზოგადოების ყურადღებას ატუნებენ. თითქოს არაფერი საშიში და საგანგაშო არ არის.
მაგალითად 2000-იანი წლების დასაწყისში Baltic Pride-ის პირველ წლებში რიგასა და ვილნიუსში LGBT ღონისძიებებს ხშირად ხვდებოდა ძლიერი პოლიტიკური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობა. მაგრამ გავიდა 20 წელი და ახლა ვითარება ისეა შეცვლილი, რომ როდესაც ერთი ქალაქი უარს აცხადებს გიგანტური LGBT დროშის გაშლაზე, უკვე ამას მოყვება საზოგადოებაში დაძაბულობა. ასე შეცვალა 20 წლიანმა პროპაგანდამ ხალხის დამოკიდებულება LGBT მარშების, ერთნაირ სქესიანთა ქორწინების, LGBT პირების მიერ შვილად აყვანის მიმართ ბალტიისპირეთში. ახლა კი პატარა ესტონური ქალაქი დიდი დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონტექსტი განსხვავებულ რეაქციებს იწვევს ქვეყნის დედაქალაქსა და მის რეგიონებში. ვილიანდის მმართველობაში ორი პარტიის კოალიციაა, რომლებიც კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებლები არიან და LGBT უფლებების გაფართოებას რბილად რომ ვთქვათ სკეპტიკურად უყურებენ. ამ პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით ვილიანდის გადაწყვეტილება ბევრისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული ნაბიჯი არ არის, არამედ იდეოლოგიური სიგნალია. LGBT ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ევა მარის კიუნგასმა, თქვა, რომ ქალაქის მერიის მხრიდან მათი განაცხადის უარყოფა მიუღებელია. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა იგივე პროექტი ტალინსა და ტარტუში უპრობლემოდ დამტკიცდა. მიუხედავად ქალაქის მერიის უარისა, ორგანიზატორები LGBT შეკრების ჩატარებას მაინც განიხილავენ და ამის საფუძვლად ესტონეთის საჯარო შეკრებების შესახებ წესები მოჰყავთ. მათი გადაწყვეტილება აჩენს კითხვას, სად გადის ზღვარი საჯარო სივრცეში წესრიგის დაცვასა და თავისუფალი გამოხატვის უფლებას შორის. წლევანდელი Baltic Pride-ის ღონისძიების სლოგანია „დუმილი სიძულვილს ვერ დაამარცხებს“. მოკლედ, ეს არის კლასიკური კონფლიქტი. ერთი მხრივ ეროვნული კონსერვატიული ხედვა, მეორე მხრივ ფსევდოლიბერალური დღის წესრიგი. ბოლო წლების განმავლობაში ბალტიის რეგიონში LGBT პროპაგანდის მიმართულებით ესტონეთი ყველაზე ლიბერალურ სახელმწიფოდ არის ქცეული. 2024 წლის 1 იანვრიდან ესტონეთში ოფიციალურად დაშვებულია ერთნაირ სქესიანთა ქორწინება. ასევე დაკანონდა ერთნაირ სქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის შესაძლებლობაც. ნაბიჯი, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ სახელმწიფოებს შორის დააყენა. ამასთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად უჭერენ მხარს LGBT თემს. 2025 წლის 30 მაისს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ესტონეთის საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყნებში ცისარტყელა დროშა აღმართეს, როგორც LGBT პირების მხარდაჭერის სიმბოლო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარკუს საჰკნამ მაშინ განაცხადა: არავინ უნდა გახდეს მიკერძოების, იზოლაციის ან ძალადობის მსხვერპლის საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო. ესტონეთი მხარს უჭერს LGBTQI+ ადამიანების უფლებებს, თავისუფლებებსა და ინკლუზიურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ადამიანის უფლებები უნივერსალურია და თანაბრად ეკუთვნის ყველას, ყველგან. სწორედ აქ ჩნდება ვილიანდის შემთხვევა, როგორც ადგილობრივი კონსერვატიული შეხედულების მაგალითი პროცესზე, რომელსაც ბევრი უკვე ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლას უწოდებს. ნაწილი ცდილობს ქალაქის ეს გადაწყვეტილება განიხილებოდეს როგორც იზოლირებული, ადგილობრივი ინციდენტი. თუმცა ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს უფრო ფართო ტენდენციის ნაწილი, სადაც კონსერვატიული ძალები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ საზოგადოებაში და ცდილობენ LGBT დღის წესრიგის გადახედვას. არა მხოლოდ ესტონეთში, არამედ მთელ ევროპაში LGBT საკითხები გახდა ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ველი, სადაც უნდა გადაწყდეს, როგორი იქნება მომავალი. მოექცევა ის უზარმაზარი ცისარტყელა დროშის ქვეშ, თუ საბოლოოდ შეძლებს გათავისუფლდეს Deep State-ის მანკიერი დღის წესრიგისგან. ბალტიისპირეთში, ისევე როგორც ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იკვეთება ტენდენცია. ერთის მხრივ ფსევდოლიბერალური ძალები ცისარტყელას დროშით ხელში ადამიანების ფიზიკურ და სულიერ სტერილიზაციას ახორციელებენ, მეორე მხრივ კი ყოველივე ამის მიმართ იზრდება წინააღმდეგობა. იმ საღად მოაზროვნე ადამიანების მხრიდან, რომლებსაც არ სურთ, რომ ტრადიციული ოჯახური ღირებულებები და ბავშვების აღზრდის მრავალსაუკუნოვანი წესები წაიშალოს და ის ახალი გარყვნილებაზე დაფუძნებული იდეოლოგიური სტანდარტებით ჩანაცვდეს. გასაგებია, რომ ეს თემა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი დროშის გაშლა არ გაშლა. საუბარი აქ იმაზეა, ვისი ღირებულებები უნდა იყოს გამსაზღვრელი. და რაც თავარია, დასაშვებია თუ არა, რომ ერთი პატარა სექსუალურად გადაგვარებული ჯგუფის მოთხოვნები გახდეს სავალდებულო კაცობრიობის ჯამთელი უმრავლესობისთვის.
ყოველ ხუთშაბათ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ის კიდევ უფრო ანალიტიკური შემეცნებითი და საინტერესო გახდა. დროებით.